დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჭაბუკთა შორის ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა გია აბულაძემ მათ საპრიზო ადგილებზე გასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ბაქოში 25-26 აგვისტოს გაიმართა. ჩემპიონატში 35 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა და სულ 6 მედალი, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათგან რეგიონის სპორტსმენებმა გენადი ჩიტაძემ, რამაზ ზოიძემ და გელა ბოლხვაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. აჭარის მთავრობის პროგრამით ყოველ მათგანს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემა დაჯილდოვდებიან მწვრთნელებს. ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობდნენ ჩვენი სპორტსმენები, 3-მა მოიპოვა ვერცხლის მედალი, მე მინდა მიულოცო მათ მარიამოვა გამარჯვება და უსურვო ძალიან ბევრი გამარჯვებები და წარმატებები და არაერთხელ ესახელებინო ჩვენი რეგიონი. ჩემპიონი თადობის არაუძლებლობის გამო ფინალი დავმარცხდი აზერბაიჯანის სპორტსმენთან და დავიკავე მეორე ადგილი. ეს ცოტა არ არის, მაგრამ შევსებით რომ მომავალში უფრო ოქრო მოვიტანე. 6 მედალი აიღო საკედან 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ჩვენი რეგიონის ბიჭებზე, აჭარის წარმომადგენლებზე 3 ვერცხლის მედალი მოდიოდა. ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ გუნდური ვერცხლის მედლის მოპოვებაში და წარმატებით გამოვიდნენ. ძალიან გვაყოფილი ვარ.